ეს პროცესი ჩვენი შეხვედრისა პირველად გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ აი რამოდენიმე ხნის წინ და თუნდაც გუშინაც დღესაც ინტერნეტ ქსელში ხშირად აი ნახე ესეთი რაღაც გადაცემები, რომელიც ძალიან მაგონებს ჩემ წარსულ ცხოვრებას. წარსულ ცხოვრებას სწორედ იმაში, რომ ახსენდება ეს პროცესი, როცა ვიყავი უბრალოდ უბრალოდ მოხდი მოწამეთაში და ჩემი მოწამეთის პირველი მოხვედის თავარი უბრალოდ მისი ცხოვრებისეული პროცესი მოწამეთაში აღმოჩნდა ის, რომ მეუფემ ჩემი სულიერ შვილები, აი ბერმონაზლები არიან, მამა ნეოფიტი და მამა კუპრიანი, ბერდი ეკონიზანდება მამა კოსტანტინე, აგრონო დელილარიონი და ერთგვარად მეუფემ როდესაც გადავიდა ჯერ იყო მამა ნეოფიტე, იქ აღიკვეცა მერად და 8 თვის განმავლობაში თვითონ მოწამეთაში ასახულობდა დიაკვნად იქ ყველაფერი და ამიტომ შეიძლება გვიწევდა იქ ურთიერთობა და ჩვენი პირველი დაკავშირება სწორედ მამა ვასილთან, იგი მამა გიორგისთან, ვასილაძესთან აი აქედან წამოვიდა და მე იყო ის წერილები, რომელიც იმ პერიოდში მე სხვადასხვა გაზეთებში, ჟურნალებში იბეჭდებოდა, განსაკუთრებით მე მახსოვს მე დაიწყო კარიბჭებაც ამოიწერა და პირველი შინაგანი ჩვენებური ხიბულით აი ეს კაცის მიმართ, რასაც შეიძლება დღეს სხვასაც ემართებოდა ჩვენ დღეს არ მომწონს ზოგიერთების ეს პროცესები, ეს პროცესი ერთგვარად გადახვდა ჩვენ თავზე. მე მახსენდება ჩემი უპირატესების შეგონება, რომ შეჩერდიშვილო არ არის ეს ასე, მამო, დაანებე თავი. და ერთგვარი ესეთი რაღაც ილუზია მქონდა, რომ ეს კაცი თუნდაც ალუსობდა, ეს მქონდა რაღაცა ესეთი რაღაცა, რომ კაცო შეეგინებია, კაცი რომელიც არასწორ რაღაცებს იტყოდა, ერთგვარად ეს სალოსური პროცესები მეგონა, ჩემ აი გონებაში ასეთ რამე იყო. და ამიტომ დღესაც რომ მიჩერები ამხელს, ესენი მეწოდება და ამიტომ ვცდილობ, რომ აი ეს მოკლედ ჩემი პატარა ცხოვრება და ჩვენი ცხოვრების გარშემო რა მოხდა, აი ამაზე სწორედ ვისაუბროთ. თან დავზინ იმაზე, რომ ნამდვილად ძალიან ძნელია მით უმეტეს გარდაცვლილ ადამიანზე ისაუბრო, მაგრამ მიზულებითი პროცესია, ვინაიდან დღეს აი ესე ფართე მასშტაბით უნდათ აი ზოგიერთი ძალებმა ეკლესიის წინააღმდეგ დაიბრუნონ, ამიტომ აი ჩვენს აი ვცდილობთ, რომ აი მოკლე პატარა ჩვენი აზრი გამოვხატოთ კერძოდ თუნდაც მამა ვასილის, მამა გიორგის შესახებ ვასილაძის მიმართ. ჩემი ცხოვრება მე მახსოვს, როცა მივედი მამა გიორგისთან, სულ აი შინაგანი აღტაცება მქონდა, მიხაროდა და სულ დავყვებოდი, სადაც არ წავიდოდა თითქმის მამა გიორგი და მე მიზახოდა ილიკოს. ილიკო მოდიშვილი ვაგერ, მამა ილია ჩამეხუტებოდა და რატომღაც აი მე მახსოვს, რომ როდესაც ჩვენ იქ მივდიოდი და წირვალოცას ჩავატარებდით, აი მეუფეს კურთხევით, რომ ვინაიდან ახლა ჩემი სულიერ შვილი იქ ბერდიაკვნად იკურთხა. მეუფეც მაძლევდა ნემოს, რომ მე ხშირად ჩავდიოდი მოწამეთაში და გამოდინებეჯერ აი წირვაც აი დავაყენებ და ამ წირვაზე არ დგებოდა საერთოდ ასეთი რამე იყო და მე ესეთი რაღაცები იყო იმ პერიოდებში, რომ ხანდახან რაღაც ახალი რაღაცები ქონდა, რომელსაც აი ჩემი გონებით წვდებოდი, აი რაღაცა თვითონ წრეთა ბრუნვები იყო, აი ეს არუიანი ხდებოდა, თუნდაც ადამიანობდა რაღაც რუიანი და სხვა სოფელი რაღაც და მე მახსოვს სწორედ რაც მისავლი ახლა აკადემია რო დამთავრებია და მომისმენია მამათა ქადაგებები და წამიკითხავს პატარა რამე მინდა წერილი, აი ამ წერილს ეწინააღმდეგებოდა. და მე მახსოვს სწორედ, რომ ჩემი უღლესთან ამაზე საუბარი როცა ვქონდა, ვუთხარი, ან იმხელა დიდი წმინდანია ჩვენ ვიგებულობთ, ან იმხელა რაღაც საშიშროება, მაგალითად უნდა გამერიდოთ. და მე იყო ისეთი, როდესაც ყოფოდა რაღაც დეტალებს, აი მე მახსოვს ერთხელ თუნდაც აი დღეს ვამოვიდნენ მამა გაბრიელზე, ხო? მამა გაბრიელზე როდესაც ჩამოვარდა, მამა გაბრიელზე თქვა ასეთი რამე, რომ სწორედ როცა აი ცეცხლს უკიდებდა ლენინის სურათს, მე მის გვერდში ვიყავი და სპიჩკაო მე მივაწვდი. ხო და ნათი უთხრა, კი მაგრამ მამა გიორგიო მე მახსოვს, რომ მის მონათხრობებში საერთოდ როცა გაბრიელზეა საუბარიო,
საერთოდ არახსნის იყო მარტო კაცო და ის შენზე საერთოდ არ წერია მის მომდა აჩედა ხო აი და ნუ მე სიტყვით ეს პროცესები წავიდა მე მთავარი ახლა რა არის აქ იქ იმხელა რაღაც პროცესები იყო აი გონებრივად როდესაც მე ალექსი შუშანის სცენების დღე იყო და მოხდა რომ ერთ-ერთი მთავარმა დამირეკა და მითხრა რომ ვინ არის ეს გიორგი ბასილაძეო იმიტომ რომ კარიბჭეში და ამ გაზეთებში სადაც ეწერებოდა ვითომაც სტატიები იქ ეწერა ერთხელ ასეთი რამე რომ ეკლესია არის უსუსური და თურმე ამა ხო ნუ ეკლესია ცდება ეკლესია რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ადგილას აი გამეორება იყო და ეს დემთვარი მეუბნება რომ როგორ გავიგო კაცო ეკლესია ხო ქრისტე ესე კი ქრისტე ცდება და ეს ბასილაძე არისო ხო წმინდანი წადი ეხლავესო შენო და მაგ გიორგის გადაიცი შემსგანო რომ ეს სტატია ვისი არისო და თუ გეტყვისო ჩემი არისო უთხარისო და სატანა ხარ ასე სიტყვას იტყვით გადაიცი შემსგანო რომ ეკლესია არის უცდომერიო და იქ სხვადასხვა წერილები იყო იმიტომ მამამ ვისაც სურს აი ამ წერილები თვითონ ნახა აი მე წამწვეის ციგნები თუნდაც შემდგომში რომელიც დაეწერა იქ ძალიან ბევრი რამ ეწერა და რომ მივედი ზუსტად უკვე წირვა დამთავრებული იყო და მამა გიორგი იქ საკურთხეველში ვნახე ხო და ილიკო რა ვახარო არ გართო მამა გიორგი და თავად როგორ ძამდებით ხო და შენ და საქმე მაქვს კარგი ილიკო ახლა ის გამოვარდა გამოვიდა და მეუბნები რომ მამა გიორგი მეთქი აი ეს წერილები რომელიც აქ წერია მეთქი ეკლესია ცდება და იგი შენია მეთქი არა ილიკო ესენი წერენ სხვებიო მე მამა გიორგი მეთქი ეს მიწეს უთა სატანა ასე შემოგითვალე რა ჯანდაბად გინდა მას შენ ბიჭო ხო არ გასულელდიო მე მითხრა მე უთხარი მამა გიორგი ავდგები მაშინ თუ გინდა შენ ტელევიზიას იმას ვიდეოს რაღაცას ეს დავდოთ რამე გვერდზე რომ აჩვენოთ ხალხო შენი არა შენ ხო არ გასულელდი მე მითხრა იმ წუთში მოგლავე მე არ დამოაწყდა მამა გიორგის წარსული მე ეს რაღაც ილუზია რომ შენ გონებაში რომ უცბად აი რო გაყაჩი ასეთ რაღაც და უცბად გასწდება და რაღაც რომ ამოგიყვანს ამ ჭაობიდან აი ესეთი პროცესი მოხდა ჩემს ცხოვრებაში მე და მე არ მუშა რომ ყველა მე მიყובოდა ცალკე დაუშვათ მამა ნეოფიტე მამა გეგუბრიანი მამა აგერე ყველა მიც იყო ჩემი სულიერშვილი იყო თუ სხვები თუ რა პროცესები ტრიალებდა თურმე ჩვენ გარშემო რომელიც ერთგვარად ჩემთან იყო ეს რაღაც ტაბუ დადებული აი მე გავიგე მაგალითად ერთ-ერთი ცოლ-ხვარი იყო რომელიც ესაუბრა რომ მისი გოგო როგორ გახსნა ასწავლის კარები შუა წირვაში და თუ არის ეს შესაძლებელი მე ჩვენ ვიცით პატარა ეკლესიური გვესმისო და გოგონა ასწავლის კარები შეიყვანა და ხაზი არ დაამბოსო ჩემ ბავშვი დედაცოცი ჰქონდა მე ეს რომ მოვყევი უკვე რომ ჩვენ უკვე ერთმანეთს ჭობდით ამ საკითხზე მე მამა კონსტანტინე მომიყვა და ზუსტად იქ ვინც იყო ყველა უფროსი მამა კონსტანტინე და მამა კვიპრიანიც მომსწრია იმის იმიტომ რომ ეს მე მამა გადაიყვანა გელათში და მე გელათიდან მოწამეთაში მეუფეს კურთხევით ეს ორი ბერი და მასენდი იყო იქ თვითონ მოწამეთაში და მე დავითი იყო ერთ-ერთი დავითი იმეგერო იყო თვითონ ეკონომისტი თუ რა ვიცი ეს კაცი ხო და იქ მოწამეთაში ხურობს ეს კაცი ამ დავითის შვილიშვილიც ასაკავს გოგონა თურმე შენაყვანი იქ მე უკვე დანარჩენი პროცესები კიდო თვითონ მამებიც მოგიყვებათ მომიყვება ამის შესახებ და თავარი რა არის რომ აქ იყო აი ჩემ ცხოვრებაში მაგალითად აი რა ვნახე მე მაგალითად მე ჩავეთვები კიდო ალბათ ერთმანეთს საუბარში ვისა კითხვა დაგებადებათ კიდო ამის შესახებ ვისაუბროთ რო იყო ასეთი მაგალითად რომ რა დავინახე აი როცა მე ჩემ შინაგანში აი ამ პარტაული გონებით აი რამ ხელა დიდია მამა გიორგი და მეც შემი და მეც ამ ხელა დიდი ვარ და ეს და მივიდოდი ამ გაგებით რომ აი რამ ესო დიდია და მეც ამ ხელა დიდი ვარ გორჩი მიიყენებს ყველაზე მეტად მეხუტება 1000 რაღაცები ამას უხაროდა და მეხუტებოდა და ერთხელ არ დამალოცება სწორედ მივიდივარ ჩვენ მოედანზე ვარ და მოედანზე მამიმა დაინახე მამა გიორგი მიდიოდა ფეხით საჯარო იგი რომა ბიბლიოთეკა რომა აი ბიბლიოთეკის გასვიდა ამგვარ მათქარა უცბად გააჩერე მაგან ჩავალდა მე რაღაცა ქონდა რაღაცა შინაგან შეგზება რომ ღირსია რომ ჩავიდე მეთქი ხო და
თქვენ ჩადით მეთქი და მე ვიფიქრე თუ ღირსი არ ხარ მოდი მაინც მიდი ამ ხელა კაცია და ხელზე თავზე დაგადებს ხელს მეთქი და ამ სინანულზე ჩავედი როგორც უღირსი როგორც ეს კაცი გამირბოდა კაცო სულელდებოდა მე მახსოვს მე ესე რაღაცა ანერგიულდა რომ იქ ვიღაცა გოგონა რაღაცას ყიდე და ქვემოთ რაიმეს რა ქვია უნივერმაგის დაბლა აი ხატებზე იმას დაერია რაღაცები შეურაცხყოფა მიაყენა ამბავს მე უხერხულო ჩავარდი მე კიდევ ვიფიქრე ჩემ თავს ვეუბნები შენ ღირსი ხარ ილია ეს რო გემართება ყველაფერი და რო ჩემ თავში ურისობას ხო და მით უფრო ხედავდა აი ამ ადამიანში უფრო გაღიზიანებას და მე ჩემი პატარა მოსაზრებით შევხედე რომ აი როცა გამეხსნა აზრი თუ რა აღიზიანებდა ადამიანზე რა ხდებოდა სინამდვილეში და რა პროცესი იყო როდესაც ჩემი აპარტამენტი მიდიოდა მე როცა წავიდა და ეს უკვე გაიხსნა ხდება რომ სულეთ მე და მამა ილარიონი ვიყავით ხარების ეკლესიის წინ ხო და მამა გიორგი გამოჩნდა მოგამოჩნდა მამა გიორგი ახლა ჩვენ მაინც ორივე ვიჯექით იქ რა ქვია პატარა სკოთან ვიჯექით და წამოდი უფროსი ადამიანი უკვე ეს როცა უკვე ჩვენ გონებაში უკვე მივხვდით რომ მამა გიორგი რას ემსახურება როგორია ეს პროცესი და მივესალმეთ ერთმანეთს და მოვიხადე კოდიდან მომესალმებიო თუ არა მაგიო კალემ რო დაგინახოთ ჯვარს ახსნისო და მე გამახსენდა მე მამა გიორგის ერთხელ ასეთი სიტყვები ქონდა რომ ეხ ილიკო რაგლახარე ჟანძნელი არისო თურმეო როცა უკაციო ემსახურები შენჭკვით რაღაცებს და რაღაც უმაშობია და თურმე ეშმაკს ემსახურები და მე როცა გაკეცხადებაო თუ რას ემსახურებიო მე უკვე გვიანა კიდე მოშორდი, მაგრამ აღარ მოშორდიო და ეს სიტყვები გამახსენდა მამა გიორგის ნათქვამი და მამა გიორგი მეთქი. ხოგასო შენ კვებრიანი კართაგენელი თუ. მე ხოგასოს მე კვებრიანი რო სურიაცი ეშმაკს და ქრისტე შეუდგა და როგორი ხალხლა წმინდანია, მე კვებრიანი კართაგენელი ვნახე თქვენი და შეგვაგინა. დაადგებადო რომ აი შენ დავით ხოგასოს ესე იგი მამა ხოდა დაადგებადო რომ როდესაც პატრიარქსაც პატრიარქსა ილია მეორესო კალესო და შენო დედა გიტირებოდო ვერც იყო ძალიან ბევრი რამე შეიძლება ამაზე ისაუბროს მაგრამ ზოგიერთ მე მარტო ვუსულო მამა უცავეს მოყვეს აგერ ნეუფიტენ და ვის რაც გვახსოვს რაღაცა ეს იმ მოტივით რომ რა თქმა უნდა მსახურე მაშინ მოსამართაში ბერდიაკონი ვიყავ ვოწევაზე მიდეგი და მაშინ ჭირვის უფლება ქონა ჯერ პირველ შეწირული იყო და ჩატარებული იყო პირველ შეწირული გამოდიდა და იყო პირველ შეწირული და ცხოვე იგივე არ გავული ამო ფერო წირვა სტარიგია სამომხარ ხო კაი და იყო წირვა და წირვის ზიერება არ უნდა რაღაც ავით რომ მიზიარება და დეიჩოკა და თავი მუთხა მიწა და რაღაცა იღრინება და რა ხრენის ხმა შემთხვევით გადადება უნდა არ გადააგდო ხო მუშო არ ვარ გავი მუშო რომ ხარ რა თქვი არ ვარ ახამარა ნერო ვიყავი ვერქნა და მე იძულებით ჩაატარა წირვა ბოლოს უეზია იძულები ხო დეიჩოki თავი და ასე მუთხა მიწა და იღრინება და ამაოდა გაჩერდი მანქანა და მე გაიარა მე მეორე შემთხვევა იყო ვარზე მიღებონა თვითონ დიაკონი იყავი და არ მოგებია და შემთხვევით შევხედე რომ მე ვინ ვარზე და უნდა რაკოინაში გამორიცხო მე პირველი რა შეგონო ეი ასო აღარ უნდა ასო რაკოინანი მე ჩემი თვალით მეც მოკნახული რომ ვარძიმში ხელი რაფერ ჩაკუთითო და გამორიცხო და გადაანაცდა ხელსაბრ ხელი ერთხელ კიდო ხელი ჩავა ხელი ჭამდა ასე ვარძიმიდან მიდოდა ხელი ჭამდა კოზიტი არის ხო საერთოდ რეცხალდა სულ იკოზი თუ ეზიარებოდა გარეთ რომ შემეიტანდა იმას რეცხალდა და მე უთხარი ერთი ორჯერ და ძალიან ისეთი საყოველური და ესე გამეკიდა და შენ რაიცი მინგი ხება მინახია უდები მოყვა სიცილების მომხდას თილა ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი თელცი გვაზე მამა დავითი წირავდა თუ აღამინე უცებდება ჩამოლოცვის პროცესი იყო მამა გარეთ გადიოდა ვარძიმ რო გადააბზანე სამკვეთლოზე მამა დავითმა მითხრა გაყელი მამა გიორგი ეკით მარტო და გადადეგი რო გევედი ხო რაღაცა ხეშა და რო დამინახა რო გევედი და რაღაცა
რო გამიშვა მომადავით რომ მიაქცია ყურადღება რომ მაინც იყავ იქან და ასე და დაარტყე ბარძიმი ძირს რა ვიცი მინდა ნაწილებიც იმ წუთში თვითონ იდგა წინ და მე რო გამევიდა თვითონ მომადავით გეყვანდი საკადაგებლად იყო გასულ ჩამოლოცვა და წინ ნაწილები ქონდა ბარძიმიდან ამოვიდა დაარტყეს ხეში მე შემთხვევაში კიდევ მე შეხედე შავი პურით წირა ხოდა მეუფეს შეუთარე მომხარე ასეა ხება უნდა შავი პურით წირა შეიძლება მაშინ ახალი ო მიმართ ფეთში იმაშებოდა გამოხურკა წირა შავი პურით ატარდა მეუფე გადაი როგორ სეფისკოს უარყოფს და მაშინ აუძალა წირა და მე პატრიარქთან დავიდა პატრიარქთან სიყვარული თანამშრომლობა მიცენ და გვაბრალი და მეუფეს მე იყო შემთხვევა უკვე აპრობლემებს ვეუბნებოდი რომ აკაცთან ხილათ იყავ და ყოველს საათზე ეს რო გაიგო დამინახა დამხდა დინდას დილა იყო ხალხი რა ვინამქო და შემიძლია მეუბნები ხალხს თორე მოკლა გაგუდავ სულით ხო და მე არაფერი არ ვუთხარი გამოვედი გვერდი წამოვედი შემიძლია ასეთ რამეა სულიერში დამგიდო ერთხელ სულიერში გზალა თამაშობდა კაზინოში და გაჩერდი თამაშობდა რა ვანი შევიდა ხო ითამაშა და შემოვიდა გიორგი და ვიდეო ითამაში მე იგებო და ზეთი მას ხო კიდევ ვიდეო ფული მაგრამ გამისოცა მე პასულში მტები რაღაც ვერავარ რაღაცა რომ შეყო და მე როცები ზოგადად და გამოვიდა მომაროვი კაზინოში ამდენჯერ თვითონ მტკია პროკოსო დღეს ვახა ფული დავდებიო ჩემი ყოველ თვითონ იმდა ხო იგი მე იდესო და პროკოს ამაშობდა რა შემთხვევა იყო მეცვიო მე გოჩიციყავი ეთიკაცმოვიდა ანებულებული იყო ზა ცოლზე და ეძებდა მანიურგი მიდაოდა და შევიყვანეთ როგორ შეხედა და გამომთავდა სულთანო პრობლემა შემოთხოვა რაღაცა ოჯახის შვილები ყავდა და მომივიდა ზედმიზ რაღაცა და და შედაგესულო გაუშიო გავდევდა მეორე მოიყვანა რა პრობლემაა ქალის მედინა ქვეყანაზე დაარჩა ეს კაცი საფრთხად რაც ვერ გაიგო რა უნდა იქნა იმედი გვენა და ადოლფის რაღაცა შეგონებისა გამოვა და გაიქცა ეგაც არ მოხედია საერთოდ რამდენი ატირებული ამიშვილები ჩემი მაშინ იყო ისეთი რომ ახალი გადასული ვარ გელათიდან მაშინ გელათში ვიყავი და ესე იგი მეუფემ გაგვიშვა რომ ესე იგი დამდგარი იყავით მოწამეთაში და იქ ცხოვრობდი 3 წელზე მეტი ვიცხოვრე მამა გიორგისთან ერთად ხო და ასეთი რამე იყო რომ გელათიდან ბიჭები აწყობდნენ სეფისკვერს ხო და ჩამოიტანეს ეს სეფისკვერიდან სეფისკვერზე რომ უნდა ეწირა და ეს სეფისკვერი შეინახა და ასეთი რამე იყო რომ მე შავი პური წირავდა არ წირავდა ამ სეფისკვერი და მე დამიძახა ერთ დღეს და მოდი ვაგერო და შევედი და რო შევედი ეს სეფისკვერები იყო დაძველებული და დაობებული მოდი ახლა მოკიდი ამას ხელიო და ფანჯარა გამოახო და ძაღლი იყო ქვეშ და აგერო ძაღლები ხო ყურებ რო არის ემაგერო და გადაუყარე ეს სეფისკვერი მე უთხარი მამაო სეფისკვერია ეგი თქვა და არაო მაგ უკვე სეფისკვერი აღარ არისო უკვე გაფუჭებული იგია და გადაყარე მაგიო და მე ახლა მე ვიფიქრე ალბათ სალოსია ხო რაც ხარ ასეთი რამე წმიდანია და მე ვიფიქრე ახლა რო შეწინააღმდეგო ხო და მე წავდექი და უნებლიურად გადაუყარე ეს სეფისკვერი მე იყო ახლა დიდება უფალს მე და მამა კონსტანტინეს ხშირად გვიწევდა ასეთი რამე რომ ქეჯუ გალოვდით მამა გიორგის იმაზე რა ქვია წირვაზე მსახურებაზე ქეციგი და ხშირად ესე იგი შევდიოდი საკურთხეველში ხო და ესე იგი ფაქტიურად ის მომენტი იყო რომ სანამ გალობაზე ვიყავი თავიდან არ ვაკვირდებოდი ვიცოდი რომ მე ვიფიქრე ლოცვაში მაგდება მამა გიორგი და ასეთი სასაულები ხდება და ამნაირი რაღაცა ლოცველი და რო დამთავრდებოდა ლოცვა და წირვა უკვე რო დავამთავრებდით კაცო შევიდოდი საკურთხეველში ნახავდი ესე იგი ბარძიმი იგი სადაც იგი ტაშტი იყო ფაქტიურად სისხლივით იყო იგი ნახცევი ამაზე ამ იმაზე აგერ ნავხე იმას სამკვეთლოზე ტარიგები და იგი ყრია რამოდენიმეჯერ იგი ერთჯერ და ორჯერ არ ყოფილა ასეთი რამე და მე ავდექი და
ესე იგი ყოველ დღე შევდიოდი რა. ფაქტიურად იმის გამო შევდიოდი, რომ უკვე მე ვფიქრე რა შოვა, რა ხდება, რა ნაწილები ხო. მე მამა დავითი იყო იქ, მამა დავითი დიაკვნად მსახურობდა მაშინ ხო და ჩვენ დროს ხო და მამა დავითსაც უთხარი რომ მამა დავით მე უთხარი და მამა დავითსაც ვაჩვენეთ რომ ეს ესე იგი ტარიგი და ეს იგი ყველაფერი ეყარა ძის ხანიმაზე რა ხო და მე ასეთი რამე იყო კიდო რომ მე ბევრი რამე შემთხვევა იყო ისეთი შემთხვევაც იყო რომ ახლა რომელი გევიხსენო იმაზია ხო და მაგის ყველაფერს მოყოვი და რამინდა იცი თქვა კიდო რომ გირევა უფალს მართლა რწმენით და მართლა სასუებით რო ვიყავი და ერთი დღეა და ხო ასეთი რამეა რომ ესე იგი მიძახის კი არა სანამ დამიძახებდა მე მივედი მამაოსთან ხო და რაღაცა შინაგანად მეუნება გული რომ ესე იგი მამაოზი ახლა ფაქტიურად გამიშთა ამნაირი აზრი რომ ეგი არა წმინდანი რას წმინდანი და ასე სალოსები მინახია მაგრამ ესე იგი ასეთი რამე რომ ყოველ წილვაზე მე იყო და წილვის დროს ხო ესე იგი სახარება რო გადასახა და უკუღმა გადასახა მამაო უკუღმა სახავ სახარებას რა შობი შენო საერთოდ ახარ აქანე გასაჩერებელი ვაფშე ვგადი აქიდან და გამომაგდო იქიდან მეორე იყო ზეთის ცხებას და ყოველ დღე არ არსებობდა ცისკარზე ესე იგი ზეთი ეცხო და მაგას წაღმაც ეცხო როგორც ესე იგი კათოლიკე ისე იცხებდა ზეთს და მე უთხარი რაშო მამაო მე უთხარი შენო ვინ კითხავს ამას ვეგი და შენი საქმეა მე იყო ასეთი რამე და ეს ყველაფერი და ამის შემდეგ მივედი და მაინც შინაგანად ხო და ახლა მე ვიფიქრეა ჩემთან სალოსოს თუ რა ხდება არ ვიცი თქვა ხო და არ ვიცი შეიძლება სალოსი ესე იგი ასეთ რამეს აკეთებს თქვა და ავდექი ერთხელ და მივედი და მამაო დაუჩოქე და მამაო თქვა მე უთხარი გული მეუნება რომ ბოლო ჟამს მოვლიან ესე იგი ცრუ ანტიქრისტეები თქვა და ამას მეუნება შენზე შინაგანი რაღაცა თქვა და მაპატიე რომ ამნაირი აზრი მებადება თქვა ხო და ეს იყო და უკვე ამის მერე შემიძულა უკვე და მე ერთხელ დამიძახა და მეუნება რომ შენო მეუნება რომ ესე იგიო ცოლიო თან ბერი ვარ ახლა ხო ამ დროს ბერი ვარ და მოდიოახლაო შენო და ცოლი მეიყვანეო და პირველ მღვდელს გახდი თელ საქართველოში რას ამბობ მამაო მე უთხარი რა ის ცოლი რა ის იგი ხო და თუ გინდაო ხო მე გეუნებიო რომ ესე იგი მე გიპატრონებო მე მიგხედაო და პირველ მღვდელს გახდი თელ საქართველოში მე ესე იგი მხელა სასოწარკვეთილებაში ჩავარდი ამის გამო გეუნები ღვთის წინაშე გეუნები ხო ახლა ხო მე წმინდანად წარმემედგინა და წმინდანი მეგონა ხო ამნაირი რაღაცა ხო და ასეთი რაღაცა და ამის მერე უკვე ესე იგი მტიროდი რა იმნაირ დღეში ჩავარდი მტიროდი რომ ამნაირ სასოწარკვეთილებამდე ავდექი და 300 ჯერ ესე იგი დავით და კონსტანტინეს წინაშე ესე იგი ტირილით ესე იგი ასე მეტანით კრუგს ვაკეთებდი რომ ურტყამდი კრუგს რომ მიშველე დავით და კონსტანტინე და განმიცხადე ვინ არის ეს ადამიანი თქვა ზუსტად ჩემი ის იყო ეს რომ დავით და კონსტანტინე შემეწიე მიშველე ერთი კაცი რო გადარჩეს თქვა ამის გულისთვის უფალი დიდება უფალს ხო ერთი კაცის გულისთვის ზრუნავს თქვა და ამ
სიტუაციაშია ჩემი მდგომარეობა, რომ უკვე წარწმედის გზამდე ვარ მისული თქვა და მიშველე რაღაცა თქვა რა, ეს იყო ჩემი რომ ტირილით ასე ის მომენტი იყო და ის იყო რომ მეორე დღეს მოვიდა მამაო და თურმე წინა დღეს ესე იგი ზუსტად იმ დღეს როცა მე ამას ვამბობდი და ვეუბნებოდი მამაოსაც უკვე უთხრეს რომ ეს წერილი რომელიც მან და ესე იგი გამოაქვეყნა რომ თურმე ეკლესია ცდება ხო ამ მდგომარეობამდე ესე იგი და მე უკვე დიდება უფალს მე შეგნებულად უკვე თვითონაც გვერიდებოდა ჩვენი ერთხელ იყო და მე და ჩვენ ახლა ლოცვაზე ვარ შესული კელიაში ხო და ლოცულობდა თან წილვიდან გამევედი და ახლა პირადი ლოცვები მქონდა და რაღაცა პირად ლოცვებს ვამბობდა შემოგვივარდა და რას ლოცულობთ ამდენსო გამოდით გარეთ ვის უნახიაო რომ მე წილვის მერე კიდო ლოცვა გააგრძელო ხო შემთხვევა კაცო მე რამდენჯერ მაგალითად თვითონ რაღაც წერილები როცა იბეჭდებოდა ვითომ ვარცელებდი ჩემი ჭკუით რაღაცა მაგრამ მე რო ღვთის შეძენით უკვე გამოაშკარავდა და თვითონ მამა გიორგი დავიმოწვა ამაში რომ ეს წერილები მისი არცეთი არის ამიტომ მასზე ეს წერდნენ იმიტომ რომ მე ადრე ქადაგებაში დავსქვი რომ თვითონ რამდენჯერ ვთქვა რომ ილიკო ამომიტანეო შენ ეს ჟურნალები რომ წავიკითხე რა წერენ მაგრამ მამა გიორგი შენ არო მაინტერესებს რა წერენა შენი თქო უნდა ვიცოდე და მე თვითონ ვარ მონსტრე იმისა რომ რამოდენიმეჯერ ვამოვიდნენ ეს მithumetes ქალები იყვნენ ჟურნალისტები და უმრავლესობა ეს არატო გას კილო და დიქცია ქონდათ მეგრული აი ამ ხალხს უმრავლესობა რომელიც მოდიოდნენ და ესენი არა ესე როგორ ჟურნალისტი და არა ესე რომ ინტერვიუ აღებული არა ესენი მოდიოდნენ საუბრები ქონდა რაღაცეები ხახა ხო თან ამემეთი მე ესე მამაოს ქალა იუმორის გზნობა ქონდა რაღაცინეთ და მე როდესაც წერილებს უკვე ხედავდი აი სტატიები რომელიც წერდა უკვე გონებით ავიქრო რომ სწორედ ეს ის ჟურნალისტები იყო რამე თუ ისახელდა გვარიც მე რო ვიკითხე და დამაინტერესა რაღაც დეტალები ეს ხალბატონის იყო და მე მithumetes ის რაღაც სიტყვები რომელიც მამა გიორგის მახსოვდა ამგეს გავცობილი ქონდა სულ რაღაც პროცესით მე როდესაც უკვე ეს გამოაშკარავდა ჩემი დიდ შეცდომად მიმაჩნია რაღაცა თვითონ ამაც პირადად ჩემს მიმართ რაღაცნაირად გრძნობდი რომ რაღაც სიყვარული გააჩნდა და მე ალბათ არ მეყო ჩემ თავში და აი ეს ფიქრობ ის სიყვარული კიდევ რო სიყვარულით მინდა ვიყავით რომ იმიტომ რომ ამ კაცმა პირდაპირ მესაუბრა პირველ რამე თუნდაც ამ წერილის მიხედვით მისი არ იყო ეს წერილი რაღაც სხვების და თუნდაც მე მქონდა ის მაგრამ მე ჩოროშობდით მე და მამა ილარიონ უკვე მე ცოტა არ იყოს ალბათ უფრო სუნთროსის სომაც დავკარგე და ცოტა ისევ ესაუბრე, უცა პატრიარქის გინება მოვისმენე და ჩემოდენ თავის გიმას მე ცოტა არ გოს მე ისე მიმართე რომ შეესაცოდაო შენ მინდა გიჭერს მეთქი უშროების გენერალი ყოფილიყარ მეთქი მაგრამ ეს ასეთი რაღაც უტაქტოება მეგობრად მაინც ჩემ თავში რაღაც თირამ მინდა მამაო კიდო დავამატო რომ ახლა დიდება უფალს და ამბობენ რომ მამა გიორგიო ესე იგი ბერი გაბრიელთან ერთად და თვითონ ისეთი რამე აქვს ბერ გაბრიელზე და ისეთ რამეს ლაპარაკობდა სანამ ესე იგი რა ფრაგითხრათ იცი სანამ წმინდანობაზე დადგებოდა მაგის საკითხი ბერ გაბრიელის მამა გაბრიელის მადლი შეეწიოს თელ საქართველოს და ყველას ესე იგი სანამ მაგაზე დადგებოდა საკითხი სულ სხვანაირად ლაპარაკობდა ისეთ რამეს ვერ გეიმეორებ ადამიანი და ამაზე მინდა კიდევ რომ მამა პაისზე ასევე რომ მამა პაისი რო ქრისტიანი არის მამა პაისი ქრისტიანი არ არის ასეც მინდანიო პაისი რო იგივე ძველი მე ახალი მე სტილი არისო და რაღაც ასეთ რაღაცეები და ასეთი იმნერი რაღაცეები კიდევ რომ ახლა არ მახსენდება ასე მათ მართლა ხო და ეს ბარზინი გონეო ბარზინი გადაიწყა წვერებზე რაშო სხვისახოცით კი ბევრჯერ მინახე რა სხვისახოცით მე ხო და
ასია საკითხია. მე როცა აი ჩემ მომენტში მე იყო ასეთი რამე რომ ოდესაც ჩვენ უკვე რომ მამა გიორგის ანუ დაპირისპირება მოგვიდა როგორად აი ძალებისა მე უკვე იწებოდა ის ძალები რომელიც მამა გიორგის ფანატიკურად იყო აი და ზოგიერთი აი პიჟამაზე და იყო ნუ ფიზიკური თუმ დაპირისპირებაც უნდათ აი ამ ძალებსაც გაგდება ხო ვითომ მაგდება და 1000 რაღაცეები მაგრამ მადლობა მე საჭმელი გამოვიდა დემი ხოდა ერთი სიტყვით ეს პროცესი ახლა ჩვენ საუბრობთ არა იმის გამო აი მას რო ყოფით რომ აქ მამა გიორგი ბასილაძის პიროვნებას ვეხებით არამედ მინდა ის ხალხი სწორედ გავაფრთხილო რომელიც ჯერ ჩვენსავით ჩვენ როგორც ვიყავით ამ გარემოცვაში და არაკეთილ გარემოცვაში მიხვდეთ რომ ეს 100 არ არის როგორც უქმნიან ილუზიას და ის წერილებიც უმრავლესობა რომელიც იყვნენ ერთგვარად იმ რაღაც არაკეთილი ძალებისგან იყო რომელსაც რატომღაც უნდათ აი წამოწიონ აი როგორც დღეს ხავთ თუნდაც ეს ნიკოლოზე ბერი და სხვადასხვა ძალები რომელიც მათი სარცელი და მათი ქადაგებები ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება. ამიტომ ჩვენი პირველი მიმართულება ახლა როგორც შევძელეთ ედი ორატორები არც ისე რა ვარ აქ. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს თარმოცხადოთ.